მოგესალმებით. დღეს სამშაბათია, 4 ოქტომბერი. არჩევნებამდე დარჩა მხოლოდ 4 დღე და ტელეკომპანია GDS-ი წარმოგიდგენთ ბოლო პოლიტიკურ საარჩევნო დებატებს მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. თქვენ უყურებთ გადაცემას 59 წამი არჩევნები 2016. მე ეკა ადეიშვილი ვარ. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს თვიდან ყოველ სამშაბათს, 4 შაბათს და პარასკევს დღის 12 საათზე ამ სტუდიაში არაერთი თემატური და მაჟორიტარული დებატები იმართებოდა. დღეს მთაწმინდის პირველი საარჩევნო ოლქის მოსახლეობის საჭიროებებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ვსაუბრობთ. რა პრობლემები აწუხებს მთაწმინდის მოსახლეობას და როგორ გეგმავენ მაჟორიტარი კანდიდატები მათ გადაჭრას პარლამენტიდან? როგორ უნდა მოგვარდეს ავარიული სახლების პრობლემა ქალაქის ისტორიულ ნაწილში ისე, რომ მისი იერსახე არ დაზიანდეს? რა წვლილს შეიტანენ მაჟორიტარი კანდიდატები ძველუბნებში სანიაღვრე სისტემის გაუმართავებასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებაში? დაუჭერენ თუ არა მხარს კანონს ღამის ხმაურის შესახებ? გადაცემაში 59 წამი არჩევნები 2016. მთაწმინდის პირველი ოლქის მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად ვსაუბრობთ მთაწმინდის მოსახლეობის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. დებატების წესები უცვლელია. სტუმრები კითხვებს 59 წამში პასუხობენ და ერთმანეთს არ აწყვეტინებენ. ყველა მათგანს აქვს თანაბარი დრო საკუთარი პროგრამის წარსადგენად და ოპონენტების გასაკრიტიკებლად. შეგახსენებთ, რომ გადაცემის მოსმენა GDS-ის გარდა შეგიძლიათ რადიო უცნობის ტალღაზეც FM 98-სა და 1-ზე. მაყურებელს და რადიო მსმენელს კი საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ინტერაქტიულ გამოკითხვაში და მხარი დაუჭიროს მისთვის მისაღებ კანდიდატს. რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს მთაწმინდის პირველ საარჩევნო ოლქში? თუ ფიქრობთ, რომ მთაწმინდის პირველი ოლქის ინტერესები პარლამენტში კოკა ფრუიძემ უნდა დაიცვას, დარეკეთ ნომერზე 08008111. თუ სალომე ზურაბიშვილს უწევთ მხარს, დარეკეთ ნომერზე 08008112. ლადო კახაძის მხარდასაჭერად უნდა დარეკოთ ნომერზე 08008113. თუ თამარ კორზაიას უჭერთ მხარს, დარეკეთ ნომერზე 08008114. გიგლა ბარამიძის მხარდამჭერებმა უნდა დარეკოთ ნომერზე 08008115. ხოლო თუ ამ ოლქის სხვა კანდიდატს ანიჭებთ უპირატესობას ან არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ, დარეკეთ ნომერზე 08008116. აქვე შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს ტელეკომპანია GDS-ის გადაცემებში და ახლა უნდა დავიწყოთ დებატები. პატრონ კოკა, ვიწყებთ თქვენგან. თქვენ საარჩევნო ოლქში არის 15 კანდიდატი. ამომრჩეველმა მათგან მხოლოდ ერთი უნდა გაარჩიოს. რა გაკავშირებთ კონკრეტულად ამ ოლქთან და რატომ უნდა მოგანიჭოთ ამომრჩეველმა უპირატესობა თქვენ? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. მე მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩემი კოლეგებისათვის და დანარჩენი 11 კანდიდატისადმი, რომელიც ასევე დღეს არ იღებს მონაწილეობას დებატებში, მაგრამ ისინი ჩვენთან ერთად მუშაობენ ამ საქმეზე. მე დავიბადე თბილისში, დავიბადე ვერაზე, მთელი ჩემი ცხოვრება ვცხოვრობ აქ და მგონია რომ მე კარგად ვიცი ამ უბნის საჭიროებები, მე კარგად ვიცნობ მოსახლეობას, ვიცი მათი გულის ტკივილი, ვიცი პრობლემები, გასაჭირები და მე და ჩვენი პარტია ალბათ ვართ ის, რომლებიც ვაპირებთ გავაკეთოთ ის, რასაც ვპირდებით და მხოლოდ ვპირდებით იმას, რისი გაკეთება შეგვიძლია. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ ამ პერიოდს, მე მადლობელი ვარ იმისი, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ ჩემ ამომრჩევლებთან შეხვედრის და მათი პრობლემების კიდევ ერთხელ დანახვის და კიდევ ერთხელ გაზიარების. ასე რომ მე მგონია, რომ პარლამენტში შესვლისთვის ეს ძალიან გამომადგენ. დიდი მადლობა. ხალბატონო სალომე, რა გაკავშირებთ? მეც მოგესალმებით. მე მაკავშირებს სოლოლაკთან, ვერასთან, მთაწმინდასთან, ყველაფერი რაც მაკავშირებს საქართველოსთან, ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ, მე რაც დავრუნდი საქართველოში აქ ვცხოვრობ და სხვაგან არ მიცხოვრია და ეს არის მთაწმინდა, ანუ გული საქართველოსი და მე ყველაფერი მაკავშირებს საქართველოს გულთან. ეს არის ისიც რომ მოგანიჭოთ ამომრჩეველმა უპირატესობა. იმიტომ რომ მე ვარ სრულიად დამოუკიდებელი, უკვე 65 წელია რაც ვარ დამოუკიდებელი და ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვიქნები დამოუკიდებელი, მაგრამ ვიქნები მთლიანად დამოუკიდებული მათზე, მათ არჩევანზე პირველ რიგში, მათზე მანდატის ბოლოს, როცა ისინი ან ნდობას გამომიცხადებენ ან არა და მთელი ეს 4 წელი ვიქნები მათზე სრულიად დამოუკიდებული. დიდი მადლობა. ბატონ ლადო, გისმენთ. მოგესალმებით, გილასტურებ ჩემს ხმა პატივისცემას თითოეულ თქვენთანგანს და სულ ყველა წევს.
თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად და გისურვებ წარმატებებს და ვინც უნდა იყოს გამარჯვებული, საერთო საქმე იქნება გამარჯვებული. ეს არის რა მაკავშირებს მე და ქალბატონ სალომეს ერთი ასაგები გაქვს თითქმის და ერთი განსხვავება. უბრალოდ ის დაიბადა სხვა ქვეყანაში, მე დავიბადე ჩემს ქვეყანაში. ქალბატონი სალომე სასწაული ისტორიის წარმომადგენელი გახავს, რომელსაც ასევე ჩვენ აქედან ვეხმაურებოდით იმ ქვეყანას და ის სულისკვეთება არ ჩამოყარა. ამ კავშირმა გადაარჩინა ჩვენი სულიერება. ეს მაკავშირებს ჩემი წარსული, ჩემი აღმზრდელები, ჩემი გამზრდელები. კიდევ ერთი კაი რამე მოგონება მაკავშირებს, უკვე პროფესიული კუთხით. 4 წელიწადი თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობდი და ვიცი რა დიდი პრობლემები არის თბილისში. უამრავი პრობლემა არის მათ შორის თაწმინდაზე, რაც იქ არ დამცალდა, დღეს შეიძლება ამის რეალიზება ძალიან კარგად უკვე 12 წლიანი გამოცდილების განმოსახედიდან და ყველასთან ერთად შეიძლება პარლამენტში ამისი კარგად ახლა. დიდი მადლობა. ქალბატონო თამარ, რისთვის უნდა დაგიჭიროთ მხარი თაწმინდის პირველი ოლქის მოსახლეობამ? მოგესალმებით. მე მგონი მე ვარ ერთადერთი, რომელიც არა ვარ თაწმინდელი, მე ვარ სოხუმელი. და შესაბამისად თუ ამ ლოგიკით ვიფშელებთ, გამოდის რომ სოხუმელმა ვერსად ვერ უნდა იყაროს კენჭი, იმიტომ რომ სოხუმში უბრალოდ სამწუხაროდ ვერ ვიყრი კენჭს. მაგრამ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ რაც შეეხება უთვალოდ თაწმინდას, თაწმინდა არის ქალაქის ის ნაწილი, სადაც მე ვიგრძენი თავი ამ ქალაქის შვილად, სადაც მე ვგრძნობ, რომ ეს არის ჩემი, ისევე როგორც თითოეული მთაწმინდელის, ეს შეგრძნება სულ დამყვება, როდესაც ვარ აქ. გარდა ამისა, მთაწმინდაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ბევრი იბრძოლეს აფხაზეთის ომში და ისინი ჩემთვის არიან გმირები და მე მინდა, რომ ჩემი მუშაობით მათ ვაგრძნობინო თანადგომა პარლამენტიდან და გარდა ამისა არის ბევრი საკითხი, რომლის გადაწყვეტა შემიძლია პარლამენტში, იმიტომ რომ დავიწყე თაწმინდა აბსოლუტურად არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და ამაზე მე დეტალურად ვილაპარაკე. გასაგებია. ბატონო გიგლა, ამ წრეს დაასრულებთ თქვენ. დავასრულებთ ჩვენ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტელემაყურებლებო, ჩემო კოლეგებო, ასევე გისურვებთ წარმატებებს. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მეტოქეებად, პირობითად მეტოქეებად. მივესალმები მთაწმინდელებს, ვერელებს, სოლოლაკელებს, ოქროყანელებს. საერთოდ ცოტა არ იყოს არ მეყვარს ხოლმე ეს პათეტიკა, რატომ უნდა მოგცემ ხარი, დაგვიჭირო ხარი, რა სპირდები, ეს ცოტა სხვა თემატიკაა, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ რაღაც გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვ და გვიკეთებია საქმე, ვიცით საქმე, გავაკეთებთ საქმეს და რაც თავარია მე თავადავარ ძირძველი თაწმინდელი უпроსორეთ ვერელი, სისხლის სისხლთაგანი, ხორცი ხორცთაგანი მათი, იქ დავიბადებ, სწავლობდი, ვცხოვრობ არცაც სხვაგან წასვლას არ ვაპირებ, პრობლემები ვიცი, ძალიან კარგად სრულიად საქართველოსი და კონკრეტულად თაწმინდის და მეტნაკლებად შეგვიძლია ეს საკითხები გადავწყვიტოთ. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო სალომე, რა პრობლემები გამოიკვეთა მოსახლეობისთან შეხვედრებისას და როგორ შეგიძლიათ მათ გადაჭრაში მიიღოთ მონაწილეობა პარლამენტიდან და ზოგადად დეპუტატის მანდატი შეესაბამება თუ არა თაწმინდის პირველი ოლქის მოსახლეობის საჭიროებებს? არც ერთი დეპუტატის მანდატი არ ესატყვისება საჭიროებებს და აქ გამოიკვეთა ყველა ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოს აწუხებს. ანუ არ არსებობს არც ერთი პრობლემა, რომელიც არ არის გამოხატული ასევე ამ პირველი ოლქის მოსახლეობისგან. ძალიან მძიმე პრობლემები ეს ეხება პირველ რიგში, როგორც ყველა სხვა ოლქში სოციალურ პრობლემებს, ეს ქვეყანა დგას ძალიან მძიმე სიტუაციაში და თუნდაც გუშინ ვიყავი სასადილოში, სადაც ძალიან მძიმე სიტუაცია ხდება, აღარ ვლაპარაკობ დევნილების, რომელიც საკითხი ჯერ არ არის მოგვარებული, მაგრამ ყველა ეს საკითხი სწორედ მოითხოვს ბოლოს და ბოლოს, რომ 25 წლის მერე, რაც ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, ეს საკითხები გადაწყვეტს კანონმდებლობით, დარეგულირდეს, შემოვიტანოთ ის სტანდარტები, რომელიც საქართველოს გარდაქმნის როგორც ევროპულ ქვეყანად. დიდი მადლობა. ბატონო ლადო, გისმენთ. პრობლემები ანარეკლია სრულიად საქართველოში, არც ერთი განსხვავებული პრობლემა არ არის. მეტნაკლები ხარისხით არის განსხვავება, მაგრამ არის გამოსავლის ძიების კარგი ლოგიკური გზა. ჩვენ გვაქვს პრობლემები და არა გვაქვს საშუალება ამ პრობლემების მოგვარების. სოფლიოში არსებობს დიდი საშუალებები, არსებობს დიდი მატერიალური რესურსი, ამ პრობლემაში შემოვიხიდოთ ისინი. ანუ ჩვენ ზუსტად გვჭირდება პარლამენტში, აი დავინახე პარლამენტარის როლი როგორი უნდა იყოს, იმ საკანონმდებლო სივრცის ადაპტირება, შესატყვისობაში მოყვანა, რომელიც გააადვილებს ჩვენ პრობლემებში ინვესტორის ჩართვას და ეს ინვესტორი უნდა იყოს პირმართალი მსახური თავისი იდეის, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა დახვდეს შინაგანაწესით შესაბამისობაში, რომ მან
ტყუილში არ მიიღოს მონაწილეობა. მთავარია ინვესტორის შესაძლებლობები სწორად იყოს გამოყენებული ქვეყნის დედაქალაქის პრობლემების მოსაგვარებლად. დიდი მადლობა. ქალბატონო თამარა, რა პრობლემები გამოიკვეთ ამ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს? ჩვენგანისთვის უკვე იმდენი ვიარეთ მოსახლეობაში, რომ ყველა პრობლემა ცნობილია. მაგრამ რატომ მთაწმინდა განსაკუთრებით მშენებლობების ნებართვის ნაწილში? იმიტომ რომ ყველანი ვამბობთ, რომ მთაწმინდა არის თბილისის სახე და აქ მშენებლობების ნებართვებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დეცენტრალიზაციის მომხრე, მაგრამ კანონმდებლობით უნდა დავადგინოთ კონკრეტული წესები, იმიტომ რომ არ განმეორდეს ლორდ კიფაინძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცა და უძველესი სახლი ჩამოინგრა, იმიტომ რომ საფუძველმა დააზიანა მეორე სამშენობა. მსგავსი შემთხვევების მკაცრი რეგულირება უნდა ხდებოდეს და გარდა ამისა, მთავარი და მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობა ვერ შეაკეთებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არადა თვითონ თქვენს უნდა ასეთ სახლში ცხოვრება, ამიტომ აუცილებელია, რომ დაიწყოს ინვენტარიზაცია, გადახალისება, დადგინდეს რომელი ექვემდებარება შეკეთებას, რომელი არ ექვემდებარება შეკეთებას. გასაგებია. ბატონო გიგლა, გისმენთ. ჩვენ როგორც ჩემი კოლეგები დავდივართ კარდაკარ ისედაც რომ სარგველო აქვს ხოვრობთ ჩვენ და ვიცით დეტალურად სოციალური, ეკონომიკური პრობლემატიკა, სოციალური შემწეობები, ყველა ის პრობლემა რაც მთაწმინდელებს აწუხებთ ოქროყანიდან დაწყებული, ვერი დამთავრებული 179 ქუჩა მთაწმინდაზე, შესახვევი და ჩიხი და პრაქტიკულად ყველას პრობლემა ჩვენ გათავისებული გვაქვს, მაგრამ ამავე დროს მე მინდა ვთქვა და ალბათ კოლეგები დაგვიჭერენ მხარს, რომ პარლამენტარობა ერთის მხრივ არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავე დროს არის ბერკეტიც და ვალდებულებაც აკონტროლო აღმასრულებელი სტრუქტურები. აი აქ ამ გადმოსახედიდან ვაპირებ ჩვენ პარლამენტში ჩვენ გულთან ერთად მუშაობას და ვაკონტროლოთ ხელისუფლება, რომ არ მოხდეს ისეთი გაუგებრობები, თუნდაც როგორც მაგალითად გუშინ ოქროყანაში ვიყავი მრავალშვილიან ოჯახში და 4 წელი არ მიეწოდება ელექტროენერგია. ან იგივე ამ სხვა ოჯახში აუქციონზე გაუყიდეს მიწები და ლამის ღია ცის ქვეშ ცხოვრება უწევთ. ეს ყველაფერი გასაკეთებელია და დასრულდა თქვენი დრო. დიდი მადლობა. ბატონ კოკა, თქვენ დაასრულებთ ამ წრეს. დიდი მადლობა ჩემთვის. ერთი მხრივ ადვილია, იმიტომ რომ ჩემმა კოლეგებმა თითქმის ყველაფერი თქვეს, მეორე მხრივ ცოტა ძნელია, იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული შეიძლება ვეცადო რომ თქვა, ალბათ ვერაფერს განსხვავებულს ვერ ვიტყვი, უბრალოდ ერთია, რომ ნამდვილად პარლამენტარს ალბათ ორი შესაძლებლობა აქვს, ერთი რაც ბატონმა გიგლამ ბრძანა, რომ ბერკეტი იყოს ადგილობრივი თვითმმართველობაზე და კონტროლი იყოს და მოსახლეობის წარმომადგენელი იყოს ადგილობრივი თვითმმართველობასთან, კაი გაგებით და მიყვეს და მის ასე ვთქვათ ტკივილს და გულისწუხილს შეეხმიანოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მეორე საპარლამენტო გარემოს ადაპტირება ყველაფერი აბსოლუტურად ისე სწორე რომ შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში და ქალაქში და ჩვენ უბანში ოლქში დავნერგოთ ის პროგრესული გამოცდილება რომელიც არსებობს ბევრ სხვა ქვეყანაში თუნდაც ისტორიული ქალაქის ისტორიული ცენტრის განვითარების მისი ადაპტაციის და მისი განახლების კუთხით დიდი მადლობა. ბატონო ლადო, მთაწმინდის ოლქის მოსახლეობას მრავალი წერია აწუხებს გაუმართავი სანიაღვრე სისტემა. შედის თუ არა თქვენს დაპირებებში ამ პრობლემის მოგვარებაში დახმარება და გექნება თუ არა შესაბამისი ბერკეტები? და ვიცი ეს შემთხვევები, მე მონაწილე გახლავართ იმ სანიაღვრე მთელი სისტემის შესწავლის, რომელიც 1998-99 წლებში დაგჭირდა ინვესტორისათვის მოსამზადებელი ჩვენი მხრივი პროგრამის ნაწილში და ჩემს დროს მოხდა ზუსტად რუსთაველის თეატრის, ოპერის, კადეტების სახლის გადარჩენა იმ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებით. მთაწმინდაზე უკანონო მშენებლობების შედეგად სანიაღვრე სისტემა მთლიანად არის დანგრეული და ეს არ არის მარტო უახლოესი წარსულის, ამას აქვს თავისი ისტორია, ამიტომ ჩვენ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. და გაგიკვირდება და აი ახლა უახლოესი შეხვედრის დროს სანიაღვრე სისტემაზე, აი ზუსტად ნიაღვრის ქუჩაზე, ნომერ 13-ში გაცემულია მშენებლობის ნებართვა 30 სართულიანი სიმაღლის მშენებლობის, რომელსაც მშენებლობის პროცესში მანქანაც კი ჩაუვარდა იმ მშენებლობის და იმ ადგილში, სადაც მღაზერო. ნიაღვარია, სანიაღვრე და მაინც ჯიუტად ხდება კანონის დარღვა. დიახ, კანონით მოწესრიგებას და კაცრი ზომების მიღებას. ძალიან დიდი მადლობა. რა ბერკეტები გექნებათ, ქალბატონო თამარ, იმისთვის, რომ ამგვარი პრობლემები გადავჭრათ პარლამენტიდან? ეს ის შემთხვევაა, სადაც პარლამენტის წევრი ნამდვილად ვერ ჩაერევა, იმიტომ რომ ეს არის ცალსახად ერთმნიშვნელოვნად ექსკლუზიური უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის და მე მიხარია, როდესაც ბატონი ლადო ამბობს, რომ სწორედ მის დროს დაიწყო, იმიტომ რომ ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და რა თქმა უნდა, ის იქიდან ამას შეძლებდა, მაგრამ პარლამენტის წევრს ამ საკითხში ერთადერთი რაც შეუძლია ის, რომ 24 საათი მოითხოვოს სტრატეგიული ხედვა. მთაწმინდა განსაკუთრებით, იმიტომ არის რთული, რომ თაგორიანია და
და მდინარეები მოდის და ამას ადამიანები გვეუბნებიან. ამას ართულებს ის, რომ აი ასეთი ტიპის მშენებლობაზე, რასაც ბატონმა ლადომ ბრძანა, 40 ტონიანი მანქანები მიდის ამ ვიწრო ქუჩებზე და ეს ანგრევს კიდე ქუჩებს, ანადგურებს და მე წყალი ხრეში და ტალახი ერთად მოდის. მაგრამ პარლამენტის წევრი აქ ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ვერ ჩაერევა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ წარმოვადგინოთ თაწმინდელების ინტერესების საკრებულოსა და მერიაში და ამას ნამდვილად გავაკეთებთ, იმიტომ რომ ამას ვაკეთებდი სულ მე ნაძალადევის შემთხვევაშიც. დიდი მადლობა ბატონ გიგლა. რა გზით დაეხმარებით მთაწმინდის ოლქის მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებაში? გასაგებია, მე კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, ჩვენ არ შეგვიძლია, როდესაც დავდივართ ჩვენ კარდაკარ შეხვედრები გვაქვს და ვეცნობით იმ პრობლემატიკას, ზოგი ვიცით, ზოგი ახალი დაგვხდა ჩვენ. არ არის სწორი და ვერც დავპირდებით, რომ სახურავს შეგაგირემონტებთ, ან გზას გავიყვანთ, ან გზას დავაგებთ, ან მილებს ეს არ არის პარლამენტარის ვალდებულება. პარლამენტარის ვალდებულება აკონტროლოს ყველაფერი ის, რაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით უნდა განახორციელოს მთავრობამ, ხელისუფლებამ, აღმასრულებელმა სტრუქტურებმა. უამრავი პრობლემა და ჩვენ პირდებით, პირადად მე პირდები, რომ როგორც მე, ასევე მათი მხარდაჭერით, როდესაც იქნება, თქვათ, გავხდები ჩვენ პარლამენტარები, ჩვენი ბიურო 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს იმისათვის, რომ კონტროლზე იყოს ყველა ამ პრობლემატიკის მოწესრიგება. წყალგაყვანილობა, გზები, გადახურვა, ავარიული სახლები და სხვა და სხვა. ჩვენ უყურადღებოთ არ დავტოვებთ არც ერთ პრობლემას, მაგრამ პარლამენტარი უშუალოდ ამ საკითხს დიდი მადლობა. გასაგებია. ბატონ კოკა, შედის თუ არა თქვენს დაპირებებში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაში დახმარების გაწევა და როგორ შეეცდებით ამ პრობლემის მოგვარებას? დიდი მადლობა. მე დავეთანხმები ჩემ კოლეგებს, რომ ეს უშუალო პარლამენტის წევრის პრეროგატივა არ არის, მაგრამ ჩვენი პარტიის პლატფორმა, რომელიც გამოვაქვეყნეთ თებერვალში, მარტში, ამ პლატფორმაში არის სრულად ასახული ის კონცეფცია, რომელიც საქართველოში ძველი ისტორიული უბნების განვითარების კონცეფცია შეეხება. ეს ზუსტად არის ის მიდგომა, რომელიც ჩვენ მეგვაჩნია, რომ არის სწორით, რომ ზუსტად საპარლამენტო დონეზე ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს კონცეფცია განვახორციელოთ და განვაზოგადოთ მთელ საქართველოს და დავაკონკრეტოთ მათ შორის მთაწმინდაზეც კი. ოღონდ აქ უკვე არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის კონცეფცია, რომელიც შემუშავებულია ჩვენ წევრია ჩვენი პარტიის მოგეხსენებათ თამარა მაშუკელი, რომელიც არის თბილისის ამქარის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მათი კონცეფციით ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს შეტანილი. აქედან გამომდინარე, ისევ გადავდივართ იმ საკითხზე, რომ ეს არის საპარლამენტო მოღვაწეობის სფერო, რომ კონცეპტუალურად გადავწყვიტოთ რა სჭირდება. დიდი მადლობა. გისმენთ ქალბატონი სალომე. კონცეფციამდე ჩვენ როგორც პარლამენტარი და ამაში მე არ ვეთანხმები სხვებს, ანუ ჩვენ გვაქვს უშუალოდ მოვალეობა იმისი, რომ დავაწესოთ ის კანონმდებლობა, რომელიც შეზღუდავს მშენებლების, ეს იქნებიან უცხო ინვესტორები თუ ქართველი ინვესტორები, რომ გააკეთონ რაც უნდა სრული ნებაყოფლობით. იმედი მაქვს ძალიან მალე იქნება გენგეგმა ქალაქის, არსებობს ძველი ამ სანიაღვრე სისტემის სპეციალისტებიც და რუკებიც და მშენებელმა ეს უნდა გაითვალისწინოს. ძალიან ბევრი და მეტი ვალდებულება უნდა ეკისრებოდეს მშენებელს. ჩვენ ვიცხოვრებთ რაღაცა პერიოდი სრულიად დამოკიდებული ან ინვესტორებზე, რომ რაც შეიძლება თუ ფული მოდის, ესე იგი ყველაფერი გააკეთოს რაც უნდა. ეს უნდა დამთავრდეს, დასრულდეს და ვალდებულებები უნდა დაეკისროთ კანონმდებლობით. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენს გადაცემაში მაყურებელი და რადიო მსმენელი რეკავს და ირჩევს მისთვის მისაღებ მაჟორიტარ კანდიდატს მთაწმინდის პირველ საარჩევნო ოლქში. თუ ფიქრობთ, რომ მთაწმინდის პირველი ოლქის ინტერესები პარლამენტში კოკა ფრუიძემ უნდა დაიცვას, დარეკეთ ნომერზე 0800 თუ სალომე ზურაბიშვილს უჭერთ მხარს, დარეკეთ ნომერზე 0800 ლადო კახაძის მხარდასაჭერად დარეკეთ ნომერზე 0800 თუ თამარ კორძაიას უჭერთ მხარს, დარეკეთ ნომერზე 0800 გიგლა ბარამიძის მხარდამჭერებმა უნდა დარეკოთ ნომერზე 0800 ხოლო თუ ამ ოლქის სხვა კანდიდატს ანიჭებთ უპირატესობას ან არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ, დარეკეთ ნომერზე 0800 ახლა უნდა შევისვენოთ რამდენიმე წუთით 59 წამში ინტეგრირებული საარჩევნო დებატები პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. დროებით. ეთერშია საარჩევნო დებატები, რომელიც ინტეგრირებულია გადაცემაში 59 წამი. დღეს ვსაუბრობთ მთაწმინდის პირველი ოლქის მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად. ქალბატონ თამარ, ამ წრეს ვიწყებთ თქვენგან. როგორ უნდა მოგვარდეს ავარიული სახლების პრობლემა ისტორიულ ნაწილში ისე, რომ ქალაქის იერსახე არ დაზიანდეს?
ეს არის კომპლექსური საკითხი. ჩვენ ამ ნაწილში ვთავაზობთ საზოგადოებას საერთოდ ახალი სამშენებლო კოდექსის შემოღებას, რომელიც დაადგენს სად არის ზღვარი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვთვლით, რომ ცენტრალური ხელისუფლების ამ შემთხვევაში პარლამენტის ფუნქცია არის სტანდარტების დადგენა და იმ სტანდარტებაზე ზედამხედველობა. თუმცა უნდა გავმიჯნოთ ცალსახად, რომ სანიაღვრე სისტემები, ასე ვთქვათ, საკანალიზაციო სისტემა და რიგით ყოველდღიური ეს არის ცალსახად თვითმმართველობის ფუნქცია და ჩვენ არ უნდა შევიჭრათ ამაში. ეს არის მნიშვნელოვანი. მაგრამ კიდე მეორე საკითხი, რაც მე უკვე ვთქვი, ეს არის ის, რომ ძეგლის სტატუსის მინიჭება, რომ მოხდა, ამის შემდეგ სტრატეგია არ იქნა შემუშავებული, აი ამ ძეგლებს როგორ მოუვლის სახელმწიფო, აი ეს ხედვის შემუშავება უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში აუცილებლად, იმიტომ რომ დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც მაგალითად წინა ხელისუფლების პირობებში მირზაშაფი ყოველგვარი ნებართვის გარეშე ძეგლის სტატუსის მოხსნის გარეშე დაანგრიეს და დღეს დაანგრეულ სახლს აქვს ძეგლი, რომელიც არ არსებობს. აი ეს უნდა აღმოიფხვრას აუცილებლად. დიდი მადლობა. ბატონო გიგლა, ავარიული სახლების პრობლემა, რომელიც ასე აწუხებს მთაწმინდის პირველი ოლქის მოსახლეობას. როგორ უნდა ნომერი მოგვარდეს? პირველი პრობლემა ალბათ სხვა საკითხებთან ერთად არის ეს, მაგრამ ეს საკითხი არ უნდა მოწესრიგდეს ისე, როგორც თქვენ გახსოვთ, ავადსახსენებელი თბილისის განვითარების ფონდმა 2009-2011 წლებში მოაგვარესა წმინდა კორუფციული გარიგება, როცა ძველი თბილისის მთლიანი ურბანული ქსოვილი, შენობა, მიწები, ნაგებობები ჩაიდო ბანკში, დაიტვირთა იპოთეკით დაახლოებით 10,000 კვადრატული მეტრი მიწა დღემდე არის დატვირთული იპოთეკით, რეალურად არაფერი არ გაკეთებულა და მოხდა ვითომ რეაბილიტაცია დანაშაულებრივი. რეალურად უნდა გაკეთდეს ისე, რომ უნდა ფასადი დარჩეს და მოხდეს შენობების სრული რეკონსტრუქცია. ორი გზა არის, ერთი არის ინვესტორების დაინტერესება და ამისთვის უნდა არსებობდეს კანონი ქველმოქმედების შესახებ, რაც არ არსებობს და სამწუხაროა ეს და მეორე ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები. ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. გასაგებია. ბატონო კოკა. მადლობთ. მე უბრალოდ მინდა ერთ დავაზუსტო, აქ საკითხი ისე არის დასმული, რომ ეს უფრო პროფესიონალების სამსჯელოდ მე არა ვარ პროფესიონალი, მე არა ვარ არც არქიტექტორი, არც სამშენებლო საქმის სპეციალისტი, არც ურბანისტი, აქედან გამომდინარე იმის თქმა, რომ მე ვიცი როგორ უნდა მოხდეს კოკა ფრუიძემ, რა თქმა უნდა არ იქნება მართალი. მე უბრალოდ ვიცი როგორ კეთდება ეს სხვა ქვეყნებში. და ეს მაგალითები, მაგალითად ისეთ დასავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ნამყოფები ვართ, ვიცით, ძველი ქალაქები, თუნდაც ლონდონი, თუნდაც ამსტერდამი, თუნდაც სხვა, ხომ? ანუ არის ამის გამოცდილება. უბრალოდ პარლამენტარის და პარლამენტის ფუნქცია არის, რომ საკანონმდებლო სივრცე გააკეთოს ისეთი, რომ იგი იყოს ადაპტირებული ჩვენი პირობებისთვის და შემდგომ რა თქმა უნდა მიეცეს ადგილობრივ თვითმმართველობას ოპტიმალური საშუალება იმისი, რომ გააჯანსაღოს და გააუმჯობესოს გარემო. აი ეს არის ჩემი ხედვა. დიდი მადლობა. ქალბატონო სალომე, რა ოპტიმალური საშუალებებით შეიძლება მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა მთაწმინდის ოლქში? ერთი კანონმდებლობით ვეთანხმები ამ შემთხვევაში თამარ კორძაიას და მე დაუჭერ მხარს ამ კანონმდებლობას. აუცილებელი არის, შემდგომ უნდა დაწესდეს წითელი ხაზი, ანუ რა არის ნამდვილად ძეგლი და ვინ წყვეტს, რომ ძეგლი არის. ჩვენ ვიცით, რომ ძეგლთა სტატუსის დამაარსებელი ორგანო, რომელიც კულტურის სამინისტროში არსებობდა და ჯერ კიდევ ის კომიტეტი თუ კომისია არის, აღარ ვიცი, ის არის მაგალითად პასუხისმგებელი იმაზე, რომ ბაგრატი თურმე იყო ძეგლი და ვერ დაიცვეს ეს ძეგლი. ანუ უნდა ვიცოდეთ, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ისინი, ვინც ძეგლთა სტატუსს ადგენენ. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის გასაგები იმ ადამიანებისთვის პირველ რიგში, ვინც ცხოვრობენ იმ სახლებში, რომ იცოდნენ რატომ არის სტატუსი და თუ არის სტატუსი, სტატუსთან თან რა ახლავს, ანუ რა საბიუჯეტო განაყოფი, რომელიც გასაგებია. დასრულდა თქვენ დრო. ბატონ ლადო, გისმენთ. მე იქიმი გახლავართ, არა ვარ ურბანისტი, მაგრამ გვაერთიანებს ორი რამ. ურბანისტიკის ძირითადი კანონია უსაფრთხოება და კომფორტი. დღეს თბილისში არც უსაფრთხოება არ არის და არც კომფორტი არ არის. და მთავარი ექიმებს აქვთ ყველაზე გამორჩეული თვისება. თუ სწორი დიაგნოზი არ დაისვა, კურნალობას არავითარი ფასი არ ექნება. ჩვენ ქალაქს, ჩვენს უბანს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს უნდა შევხედოთ და სრულიად ვეთანხმები, როგორც საკანონმდებლო უზრუნველყოფას და მთლიანობას, ისე სწორად დასმულ დიაგნოზსა და პოლიტიკურ დიაგნოზს არ გულისხმობ, ურბანისტულ დიაგნოზს, პროფესიონალების მოხობით, და ამ შემთხვევაში ჩვენ
ვამზადებთ ნახევარ ფაბრიკატს, რომელსაც ვახვედრებთ იმ ადამიანებს, რომლის რესურსის გამოყენება ჩვენი მიღებული წესებით უნდა იყოს. თბილისმა 2000 წელს მიიღო ზონირება, იცით, 3 მთავარი ზონა და 56 ქვეზონა აქვს და თითოეულს თავისი კოეფიციენტები, განვითარების პერსპექტივა, სტრატეგიული განვითარების ყველაფერი არის მოცემული უკვე 14 წლის წინ, მაგრამ არ სრულდება სამწუხაროდ. გასაგებია. ბატონ გიგლა, თქვენ იწყებთ შემდეგ წრეს. დაუჭერთ თუ არა მხარს კანონს ღამის ხმაურის შესახებ და თქვენი აზრით შესაძლებელია თუ არა მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესები ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს შეთანხმებული? გააჩნია როგორ ხმაურს ღამის ხო? თუ კონცერტია და არ უშლის ხელს არავის, ეს ხუმრობით. რა თქმა უნდა, დაუჭერთ ამ კანონს, რომელიც პრაქტიკულად მიღებული რეალურად არ არის. მე როგორც ვიცი, თბილისის საკრებულომ მიიღო, იურიდიულმა კომიტეტმა მიიღო ეს კანონი, მაგრამ მე მხარდაჭერა პარლამენტში ვერ ხპოვა მან. აქ დეციბალებზეა საუბარი და აუცილებელია აქ მაყუჩების დაყენება, მაგრამ ზოგადად კანონმდებლობა არის ჩამოსაყალიბებელი ეს ერთი და მეორე ალბათ გასათვალისწინებელია ყველაზე ჩვენ მე როდესაც ფიქრობდი ამ საკითხზე, ყველაზე ჩვენი გუნდი როდესაც ფიქრობდა ამ საკითხზე, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება ამ კუთხით. ჩვენთვის უფრო მისაღებია გერმანული მოდელი 10 საათის შემდეგ, როდესაც უკვე დიფერენცია ხდება და რა თქმა უნდა, კოდექსით შესაძლებელი ადმინისტრაციული ჯარიმებია ამ საკითხებთან დაკავშირებით განსახილველი და კანონმდებლობით დასამტკიცებელი და პრინციპში მოსაგვარებელია აქ საკითხი. დიდი მადლობა. გისმენთ ბატონო კოკა. მადლობა, რა თქმა უნდა დაუჭერთ აუცილებლად, იმიტომ რომ ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი დისკომფორტი იმ ქუჩებზე, სადაც ეს ხდება, მოსახლეობისგან არის აი ზუსტად ეს ხმაური და შეუძლებლობა იქ ცხოვრების. ქიაჩელის ქუჩა, ყოფილი პეროვსკაიას ქუჩა, იაეკალაძე და დაცარიელდა ფაქტიურად, იმიტომ რომ ამ ღამის ხმაურით და შემდეგ იმითი არ შეიძლება იქ წარმოუდგენელია ცხოვრება. რა თქმა უნდა, ამას მხარი უნდა დაუჭიროთ, მაგრამ აქ აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ არ დავაზარალოთ ბიზნესის ინტერესები. და კიდევ ერთხელ მინდა გავემეორო, არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება ყველაფერში, როცა ველოსიპედი გამოგონებულია. ზუსტად აქ არის საკითხი იმაზე, რომ ადაპტირება მოვახდინოთ საკანონმდებლო სივრცეში, სწორი და რიგ შემთხვევაში ავამუშაოთ, მე ვეთანხმები ბატონ ლადოს, ის მოქმედი კანონი, რომელიც დღეს არსებობს და სამწუხაროდ არ მუშაობს. ნუ ვიტყვით, რომ ყველაფერი ძალიან ცუდია. როცა არ მუშაობს, ეს ამას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს, ან ცუდია, ან აღმასრულებელი. გასაგებია. ქალბატონო სალომე, თქვენ დაუჭერთ მხარს კანონს ღამის ხმაურის შესახებ. მე ვიმყოფებოდი რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში, სადაც პატრიარქი ლოცვას აღალდნენ და ლოცვა იყო საღამოსი ეზოში. საპატრიარქოსი იყო წარმოუდგენელი რამე, ორივე მხრიდან რესტორნების მუსიკა სხვადასხვანაირი და ეს არის იმ უბნის დამახასიათებელი, რომელიც მთელ უბანზე ვრცელდება და არის წარმოუდგენელი ასევე ქიაჩელზე და სხვაგან. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის არც აზია, ეს არ არის არაფერი. და აუცილებელი არის კანონმდებლობა, რომელიც ამას დაარეგულირებს ასევე კაზინოების, სამორინეების საკითხს, რომელიც ასევე თვითნებურად არის სადაც უნდათ. აქ მე არ მეშინია ინვესტორების რეაქციები და ბიზნესის რეაქცია. ბიზნესი იმისი არის, რომ სტანდარტები როცა დაწესებული არის, იმ სტანდარტებს მიყვეს, როგორც ყველა მოქალაქე ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. ბატონ ლადო ცოტა მკაცრად მაგრამ მსმენელი და მაყურებელი არ გამიწყეს. რაც ნაკლებია განათლება და კულტურა, მით მეტია ხმაური. იმიტომ რომ ყველაფერი ის აღარ გავიხსენოთ ეკლესია როგორი მიიწირვა და აბსოლუტური სისწრაფეა, ყველა სიტყვა ისმის, გალობა ისმის, ასევე არის საკლასო ოთახი, კარგი სალექციო დარბაზი, კარგი საკონცერტო დარბაზი, ასე კულტურა და განათლება თუ არა გვაქვს, უბედურება ჩვენ თავში უნდა ვიპოვნოთ. მაგრამ მას რეგულირებაც აქვს. აქაც უნდა ცოტა წავიტრაბო ხო, ბოდის ვიხდი, ბრავად არ გამომივიდეს. ხელი მაქვს მოწერილი ნორმატიულ აქტზე, ბატონებო 2000 წელს, რომ კანონი 80 დეციბელის ზემოთ, ხმაური აკრძალულია 11 საათის შემდეგ და სანქციები დაწესებულია 16 წელიწადი გავიდა. კიდე თუ ამაზე სალაპარაკო გვაქვს, ჩვენ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე. ესე იგი არავითარი მემკვიდრეობითობა. ყველა ახალი მოსული თუ უარყოფს სინამდვილეს გაკეთებულ საქმეს, ცუდი იქნება. მივეხმაროთ ერთმანეთს და მე დარწმუნებულია, ვინც არ უნდა მოხდეს ჩვენთაგანი. იქ ყველა იმოქმედებს მხოლოდ ერთი მიზნით: გააძლიეროს თვითმმართველობა საკანონმდებლო დონეზე. ქვეყანაში, რომელიც არ არის თვითმმართველობა, ის ქვეყანა მყარად ფეხზე ვერ დადგება.
დიდი მადლობა. ქალბატონო თამარ, კარგია რომ ამ წრეს სასრულებთ თქვენ მეტი დეტალი იცით ამ პროექტის შესახებ. გითხარით რატომ არ დაუჭირეს მხარი პარლამენტარებმა კანონს ღამის ხმაურის შესახებ? დიახ, მე მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტი ჩავარდა იურიდიული კომიტეტის დონეზე და რატომ ჩავარდა, ჩვენ მივეცით ამას ხმა, მაგრამ დღეს უკვე ქართული ოცნების პარტნიორმა პარტიამ კონსერვატორებმა ჩააგდეს ეს პროექტი სწორედ იმ ასე ვთქვათ, ჩემი აზრით დაუსაბუთებელი მიზეზებით, რომ ეს ბიზნეს შეუშლის ხელს მაპატიეთ, მაგრამ ბიზნესი ჩვენზე კარგად ვითარდება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მაგრამ იქ ასეთი რამე არ ხდება. იყო საერთოდ არგუმენტები, რომ როგორ უნდა გაიზომოს ხმაურის სიმძლავრე, ამის ტექნიკა და აპარატურა თუ გვაქვს, ეს არის თითიდან გამოწვეული, არა, მე ამას ვისმენდი პარლამენტში და იმიტომ ვამბობ, ეს არის თითიდან გამოწვეული მოთხოვნები, იმიტომ რომ ხმაური ეს ისეთივე მავნებლობაა გარემოზე და ჩვენს ასე ვთქვათ, ჯანსაღ გარემოზე, როგორც დაბინძურებული ჰაერი. ამიტომ ჩვენ ამას სწორედ ეკოლოგიის თვალსაზრისით უნდა მივუდგეთ და რა თქმა უნდა დაუჭერთ ხალხს მომავალშიც. დიდი მადლობა. ბატონ კოკა, როგორ უნდა განვითარდეს თბილისის ცენტრი? რა უნდა შეიცვალოს და რა უნდა დარჩეს უცვლელი? დიდი მადლობა. ამ შემთხვევაში მე უკვე როგორც ექიმით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის ცენტრის განვითარებას თავის სპეციფიკა აქვს. ჩვენი ქუჩები არის ძალიან სპეციფიური ძველი ქალაქის ვიწრო და ისინი არ არის გათვლილი დღევანდელ დღეს მანქანებზე და გამონაბოლქვზე, რომელიც არსებობს. გარდა იმ ტექნიკური მხარისა, რომ ეგ მანქანის პარკირებაა შეუძლებელი, გავლაა შეუძლებელი, როგორც ქალბატონმა თამარმა ბრძანა, მანქანები დადის ისეთი, რომელიც კედლებს აზიანებს და საძირკველს, ამას ყველაფერს უნდა რა თქმა უნდა გათვალისწინება. ამის გამოცდილებაც ჩემზე კარგად ჩემ კოლეგებსაც მოეხსენებათ, არსებობს ბევრ ქვეყანაში, არსებობს პრინციპი იმისი პარკირების პრინციპი, არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პრინციპი, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში და ისეთ უბანში, როგორც არის, ისეთ ოლქში, როგორც არის მთაწმინდა, განსაკუთრებული ხაზი უნდა გაესვას მუნიციპალური და ადგილობრივი ტრანსპორტის განვითარებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქუჩების განტვირთვას და მათ რეაბილიტაციას. დიდი მადლობა. ქალბატონო სალომე, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქის ცენტრი? მეც ვეთანხმები ამის გამოცდილება არსებობს და ხშირად რომ ვამბობთ, რომ ჩვენ ვერა და ამას ვერ გავაკეთებთ, არის არაჩვეულებრივი მაგალითი იტალიაში, სადაც ყველა ქალაქის და ძველ ქალაქის ცენტრი არის აკრძალული მანქანებისთვის, გარდა იმ ადგილობრივი მაცხოვრებლის და ისიც შეზღუდული ფორმით და დადის არაჩვეულებრივი ელექტრო-მიკროავტობუსები, რომელიც ჰაერს და გარემოს არ აზიანებს და ეს ხდება იტალიაში, რომელიც პრინციპში ითვლებიან იტალიელები როგორც დაუმორჩილებლები და კანონის მიმართ ჩვენსავით ცოტა ზერელეთ შემყურე კანონის და ასე შემდეგ, მაგრამ ხდება იმიტომ რომ როცა ადამიანი და მოქალაქეები ხედავენ რომ თავიანთი ინტერესი აქ ლაპარაკი არის რაზე არა მხოლოდ ტურისტულზე და ლამაზ ქალაქზე ლაპარაკი არის მათ ჩვენ ბავშვების ჯანმრთელობაზე სხვა არაფერი ის ლეკმიური და კიბოსი და სხვა დაავადებების იმიტომ ძალიან ბევრი არის ამისი შეზღუდვა დასრულდა თქვენ დრო დიდი მადლობა გისმენთ ბატონ ლადო სამწუხაროდ ჩავკეტეთ სივრცე ჩვენ გავაპრივატიზეთ სივრცე და საჯარო სივრცეები, სადაც ადამიანებს შეიძლება გამოსვლა და თავისი დროის ნაყოფიერად გატარება იმ დასვენებას, რომელიც უფლება მას კონსტიტუცია მიენიჭა, ეს გარკვეულწილად შევზღუდეთ. და ჩვენთვის თავარი მიზანი იქნება ის, რომ სტუმარი, რომელიც აქ ჩამოვა, მან დაინახოს, რომ ჩვენ კარგი მასპინძლები ვართ. ეს არის ყველაზე მთავარი, როგორც ოჯახის კარგი დიასახლისი, როგორც კარგი უფროსი ოჯახის, თავის ბინას აწყობს ხოლმე, არ გადატვირთავს ზედმეტად, არ ჩახერგავს, დიდ სივრცეებს მისცემს, ადამიანებს მოიპატიჟებს, იტრაბეხებს თავისი წარსულით. ჩვენ ამისი საშუალება გვაქვს. ძალიან დიდი ისტორიული წარსული გვაქვს ჩვენ, რომელიც აღა მაჰმად-ხანის შემოსევის მერე განახლებულ თბილისს ეხება, იცით? 1795 წელს პირით მიწისაგან აგვილი ქალაქი. შემდეგ წამოვიდა და ის შესანიშნავი შენობა ნაგებობები, შერწყმა ევროპისა და აზიის კულტურების, ეს ჩვენ დაგვრჩა, სარწმუნოების თავმოყრა, ამით უნდა ვიამაყოთ ყველა პირობა შექმნათ საკანონმდებლო ამის უზრუნველსაყოფად. დიდი მადლობა. ქალბატონო თამარ, როგორ უნდა განვითარდეს თბილისის ცენტრი?
უკვე ითქვა ტრანსპორტთან დაკავშირებით, უბრალოდ მე მინდა კიდევ გავუსვა ხაზი, რომ არც ერთი მთაწმინდელი არ ითხოვს, რომ მაგალითად მიკროავტობუსი მაინც და მაინც მის კართან მივიდეს. ისინი ითხოვენ ადეკვატურ, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც ქალაქის უბნებთან შესაბამისად დააკავშირებს. მაგალითად, ნავთლუღის ბაზართან ავტობუსი ითხოვენ და არა მიკროავტობუსს, რომელიც ახთან მივა. იმიტომ რომ კარგად ესმის, რამდენად მავნეა ეს მათი ჯანმრთელობის. ამიტომ ამ თემაზე მეც არ გავაგრძელებ, გუშინ ბევრი ვისაუბრეთ ეთერში, სხვა ეთერში. სივრცითი მოტყვა და მწვანე საფარები. რატომ არ შეიძლება რომ მოქალაქეებმა დაუჯერონ ან ნაციონალურ მოძრაობას, ან ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ თუ გახსოვთ იმაში ნაძალადევში კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობა რო შენდებოდა, ხეების მოჭრას აპროტესტებდა მაგალითად ლაშა ჩხარტიშვილი და როგორ წაიყვანეს ის ხელით 4 ადამიანმა გაიყვანა იმ ტერიტორიიდან. იგივე ხდება დღესაც, იმიტომ რომ ქალბატონი ნატაფერაძის შიმშილობის ამბავი ყველა მიცის და არავინ მას არ დაელაპარაკა. მთავარი ის არის რომ თავისუფალი სივრცეები უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში და არა მარტო სიძველეებზე ვიზრუნოთ, სიახლეც უნდა არსებობდეს. მაგალითად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი არა გვაქვს ამ ქვეყანაში. რატო არ უნდა არსებობდეს? ძალიან დიდი მადლობა, ბატონ გიგლა. გისმენთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ყველასათვის სამწუხაროდ თბილისის ურბანული განვითარების გენერალური გეგმა ჯერ კიდევ არ არსებობს და მიდის მუშაობა. როდესაც გენერალური გეგმა თბილისის ურბანული განვითარების არ არსებობს, დედაქალაქის, სატახტო დედაქალაქის რაზეა საუბარი. აუცილებელია ისტორიულ უბნებში გამოცხადდეს მორატორიუმი მრავალსართულიანი სახლების მშენებლობაზე. ნომერი პირველი პრობლემა ერთ-ერთი მთაწმინდელების არის ეს. სხვა შორის ცნობისათვის, აი ბოლო 5 წელიწადში აშენებულ მრავალსართულიანი სახლების მცხოვრებთა 85% ჩვენი გამოკვლევებით არის ეხლანდელი ჩინოვნიკების მიერ შეძენილი ბინები. ძალიან ძვირადღირებული ბინები. ეგ სხვა თემაა, მაგრამ მაინც საინტერესო საკითხია. აუცილებელია შენარჩუნდეს ძველი ისტორიული იერსახე, შემოვლით გზებს მიექცეს ყურადღება როგორც რკინიგზის, ასევე დაიწყოს გზების მშენებლობა, ეკოლოგია და ადმინისტრაციული ცენტრი გავიდეს ქალაქიდან. აი ეს მთელი კომპლექსი საკითხების, რომელიც უნდა მოგვარდეს. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ჩვენ სტუმრებს ექნებათ თითო 59 წამით უგნებავთ ოპონენტების გასაკრიტიკებლად, გნებავთ საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად. ქალბატონ სალომე, ამ წრეს ვიწყებთ თქვენგან. როგორი იქნება გამარჯვების შემთხვევაში თქვენი მიმართვა, თქვენი ქმედებები მთაწმინდის პირველი ოლქის მოსახლეობის დასახმარებლად? გისმენთ. მე მექნება როგორც დეპუტატი ისეთივე განსხვავებული მიდგომა, როგორც მქონდა საარჩევნო კამპანიის დროს. მე ვაპირებ არადაპირებებით მოსვლას და ეს უკვე მე მგონი ყველამ გაიგო, რომ დაპირებების წინააღმდეგი ვარ, იმიტომ ეს მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს. საქმით უნდა აჩვენო ამ მომრჩეველს რისი გამკეთებელი ხარ. მე აი ჩემი კონკურენტები და ოპონენტები მეუბნებიან, რომ თქვენ მარტო ხართ და ვერაფერს ვერ გააკეთებთ და მე ვარ დარწმუნებული, შეიძლება ვარ ნამეტანი ოპტიმისტი, მაგრამ ვარ დარწმუნებული, რომ სადაც საქმეს ეხება და აქაც დავინახეთ, რომ ზოგიერთ საკითხზე არის აზრთა შეჯერება და შეგვიძლია რომ ერთად გავაკეთოთ საქმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში მოინახება ის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც თითოეულ თემაზე მზად იქნება, რომ ერთად ვიმუშაოთ და ერთად ის საქმე გავაკეთოთ. საქმე თქვენ დრო გმადლობთ. ბატონ ლატო. პარლამენტი არის შესანიშნავი ადგილი, სადაც თავი უნდა მოიყოროს გონიერებამ. და მე ყველგან ვამბობ ტელევიზიაში, დადგა დრო ხელისუფლება შეიცვალოს ტვინის უფლებით. მინდა რომ პარლამენტში მოხვედრილი ადამიანები დარწმუნებული ვარ, თითოეული აქ მჯდომი, ზუსტად ამ პოზიციას იზიარებს, რომ პარლამენტში კანონის მეოხებით, რეგულირების მეოხებით, თამაშის წესების მეოხებით, სწორად განსაზღვრული პრობლემების დანახვის მოგვარების გზის მითითებით და საკუთარი პოტენციალის, როგორც მატერიალური, ისევე ინტელექტუალური პოტენციალის სწორი გამოყენების გზით უნდა წავიდეს ქვეყანა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას მომავალი არ ექნება. პარლამენტი ამავდროულად უნდა იყოს საჩვენებელი ადგილი კულტურის და განათლების ხასუსამ და თანამშრომლობის იდეის. ვეთანხმები ქალბატონ სალომეს, ერთი კაცის იდეაც კი ილია ჭავჭავაძე ამის მაგალითია, ერთმა კაცმა შეკრათელიერი თავისი გონიერებით და თუ კარგი აზრი იქნება, მერწმუნეთ პარლამენტში ამას მხარდაჭერა ექნება. ქალბატონ თამარ, გისმენთ.
მრავალპარტიულობა ეს არის სწორედ ევროპული გზა. მრავალპარტიულობა პარლამენტში ნიშნავს იმას, რომ მრავალი ადამიანი და მრავალი პოზიცია არის გამჟღერებული და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ძალა იძულებულია კონსენსუსზე წავიდეს. და პროგრესი კონსენსუსის გარეშე, პოლიტიკური დიალოგის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ წარმოდგენილი პარლამენტში და გარდა ამისა, ჩემი საქმიანობა, რომლითაც მე ვიცავდი დაუცველს და ეს ეხება რეფორმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და დავიწყეთ და ერთ-ერთი საამაყო რეფორმა ამ ქვეყანაში ის უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი მხარდაჭერის ინსტიტუტი. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ პოლიტიკაში ადამიანები, რომლებიც გრძნობენ თითოეული ადამიანის ტკივილს და ამ ტკივილს აუცილებლად აჟღერებენ და გარდასახავენ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ადამიანის გვერდით და ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ კანონი არის სწორედ მის დასაცავად შექმნილი და დაწერილი. დიდი მადლობა. ბატონ გიგო. მე ვიზიარებ ჩემი კოლეგების ნათქვამს და ხედვებს პრაქტიკულად ეს არის როგორც უნდა საუბრობდეს მომავალი პარლამენტარი დავესესხები დიდ სულხან საბაურბელიანს მის ფრთოს ამ ფრაზას სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი ეს იქნება ამოსავალი ჩვენი გუნდის მოღვაწეობის და ჩემი პარლამენტში ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი ამოსავალი იქნება ზნეობა პროფესიონალიზმი ღირსება საქმის კეთების სურვილიც უნარიც განათლება არის უმთავრესი და პროფესიონალიზმი უმთავრესი დღევანდელი საქართველოსთვის, ამიტომ პარლამენტარი და საპარლამენტო ინსტიტუტები ამის მაგალითს უნდა აძლევდნენ ქვეყანას და ერს და არა გათითოკაცებას, უშორს სიტყვაობას, პოლიტიკურ წაჯეკ-უგუჯეკობანას და ხშირ შემთხვევაში თახსირობასაც კი. ეს უნდა ამოიშანთოს ქართული პარლამენტარიზმიდან და ჩვენ ამას შევეჭიდებით. გისმენთ ბატონ გოგა. მადლობთ, მეც ვთვლი რომ ჩემი კოლეგები, ჩემი კონკურენტები რასაც ბრძანებენ აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია. ჩვენმა პარტიამ თავიდანვე როგორც კი დაიწყო საარჩევნო კამპანია უფრო მანამდეც გამოაცხადა რომ ჩვენ არ ვართ ის პარტია რომელიც ერთმანეთის ლანძღვაზე და ასე შემდეგ ვართ აგებული. ჯანსაღი კრიტიკა ეს პირველი, საქმის კეთება მთავარი და ჩვენ მეგვაჩნია რომ პარლამენტში შესაძლებელია ამ ჩვენი გუნდის გარშემო შეიკრიფოს ის ჯანსაღის აზრი, რომელიც პროევროპული, პროდასავლური მიმართულებით მოძრაობს და ასევე ჩვენ მეგვაჩნია რომ არ არის გადასაგდები ყველაფერი ის პოზიტიური, რაც იყო ქვეყანაში, შეიძლება ჩვენ დროს არ გაკეთებული, მაგრამ იყო დღეს არსებობს და მას უბრალოდ შეიძლება განახლება, შეიძლება აღორძინება, შეიძლება წინ წამოწევა სჭირდება. ამიტომ არ არის საჭირო დროს დაკარგვა იმაზე, რაც უკვე შემუშავებული აგერ ბატონ ლადოს რამოდენიმე მაგალითი გვიჩვენებს, რომ არსებობს ქვეყანაში პოზიტიური რაღაცები გაკეთებული, რომელსაც უნდა გასაგებია. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა. დროებით. 59 წამი არჩევნები 2016 პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. თქვენ უყურებთ პოლიტიკურ საარჩევნო დებატებს. დღეს მთაწმინდის პირველი საარჩევნო ოლქის მოსახლეობის პრობლემებსა და პარლამენტიდან მათი გადაჭრის გზებზე ვსაუბრობთ მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად. ბატონ ლადო, ამ წრეს ვიწყებთ თქვენგან. საპარლამენტო საქმიანობაში რა იქნება პირადად თქვენი პრიორიტეტი თუ ამორჩეველი ნდობას გამოგიცხადებთ? პარლამენტი კანონ შემოქმედება, კანონ დოგმატიზმი არსად არ არის. ქვეყანა ვითარდება და უნდა იყოს მთელი ძალისხმევა ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაზე აწყობილი. დიახ, ჩვენს მოძრაობას აქვს ძალიან კარგი ხედვა, კარგი პროგრამა, რომელიც საფუძველი არის ეკონომიური უსაფრთხოება, ეკონომიური სწრაფი განვითარების პერსპექტივა, გაორმაგება იმ შიდა პროდუქტის და ამავდროულად უსაფრთხო სივრცე, საკანონმდებლო სივრცე, რომელიც ამ ეკონომიურ განვითარებას უზრუნველყოფს ადამიანის უფლებრივ ნაწილში, როგორც კერძო მესაკუთრების უფლების დაცვის საკითხში, როგორც მისი შემოქმედებითი ხედვის საკითხში და მრავალი სხვა. ამავდროულად მემარჯვენე კუთხის გადახრა გვაძლევს უფლებას, რომ ვთქვათ, მემარცხენეებისაგან განსხვავებით, სხვას არ წავართმევთ და სხვაზე არ გავანაწილებთ. ჩვენ ვიშოვნით, ჩვენ მარჯვენა ხელი იშოვნის და ის გაანაწილებს სოციალურ სფეროს, რომელსაც ძალიან უჭირს და სოციალური სფეროს მთელი თავი აქვს მიზღვნილი, სადაც ადამიანები თავის თავს სოციალურად დაცულად მიიჩნევენ იმ 4 წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ ვიქნებით პარლამენტში. დიდი მადლობა. ქალბატონო თამარ, თუ ამორჩეველი ნდობას გამოგიცხადებთ, რა კანონ პროექტების ინიციირებას გეგმავთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში? მე ვფიქრობ, კანონ პროექტებზე გაცილებით მეტის თქმა შეიძლება, მაგრამ ახლა მხოლოდ კანონ პროექტებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ პარლამენტი არის პოლიტიკის განსაზღვრელი ორგანო და ამ ნაწილში მინდა ვისაუბრო ცოტა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიქნებით სწორედ რომ იმ ევროპული გზის გამგრძელებელი, რაც დაიწყო ამ პარლამენტმა, მისმა წინა პარლამენტმა, ანუ ასოცირებით აღებული ვალდებულებები და ასევე ვფიქრობთ, რომ ჩვენ
იქნებით მედროშეები უსაფრთხოებით უზრუნველყოფილი თავისუფლებისათვის საქართველოში შესაბამისი პირობების შექმნის და ამ თვალსაზრისით ვთავაზობთ სწორედაც რომ ნატოს წევრი ქვეყნის უდიდესი ინსტრიბუტორის აშშ-ის სამხედრო ბაზას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების დაწყებას, იმიტომ რომ ვთვლით რომ საქართველოს უსაფრთხოება და საზღვრების დაცულობა სჭირდება აუცილებლად ძლიერი პარტნიორის ხელშეწყობა. დიდი მადლობა. ბატონო გიგლა, გისმენთ. ძირითადი პრინციპები ეს რა თქმა უნდა იქნება კანონშემოქმედებითობა აუცილებლად საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ სტრუქტურებზე და ხელისუფლებაზე ეს უმნიშვნელოვანესია და ამას უნდა დაეფუძნოს ჩვენი ყველა წინა საარჩევნო პერიოდის ჩვენი ქმედებები ასევე ჩვენი პროგრამის მთელი რიგი თეზების განხორციელება და ასევე უმნიშვნელოვანესია არჩევის შემთხვევაში ჩვენი პირადად პარლამენტარის ბიუროს 24 საათიანი მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენ არათუ გავითავისოთ, არამედ განვახორციელოთ მთაწმინდელების, ოქროყანელების, ვერელების, სოლოლაკელების ის პრობლემატიკა, რომელსაც ჩვენ კარდაკარ სიარულისას ხედავთ, უყურებთ და გსურს ამ საკითხების მოგვარება უმაღლეს დონეზე. დიდი მადლობა. ბატონო კოკა, საპარლამენტო საქმიანობაში რა იქნება პირადად თქვენი პრიორიტეტი თუ ამ მრჩეველი ნდობას გამოგიცხადებთ? დიდი მადლობა. მე ვარ პარტიის გუნდის წევრი და რა თქმა უნდა, ყველა ეს პრიორიტეტი, რომელიც გაცხადებული აქვს პარტიას ალასანია თავისუფალი დემოკრატები, არის ჩემი პრიორიტეტი და ამას რა თქმა უნდა მე ყველაფერს ვაპირებ რომ პარლამენტში დაუთმო დრო, მაგრამ თავარი ჩემი პრიორიტეტი იქნება სოციალური სფერო, ჯანდაცვა, ნარკოპოლიტიკა. მე ვთვლი რომ მე მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ სფეროში. ისევ ბატონ ლადოს დავესესხები და თავს არ ვიქებ, უბრალოდ კონსტატაციას ვახდენ ფაქტისა და მე ვთვლი რომ შემიძლია რაღაცა ახალი ვთქვა, შევიტანო რაღაც სიახლე იმ სფეროში, რომელიც არის სოციალური სფერო, ჯანდაცვა და ნარკოპოლიტიკა, მაგის მაგალითი არის ჩვენმა პარტიამ ხელი მოაწერა არასამთავრობო გაერთიანებებთან ნარკოპოლიტიკის ხედვის შესახებ და ჩვენ ვალდებულება ავიღეთ რომ ამ ხედვას გავავრცემთ პარლამენტში და ალბათ ერთ-ერთი პირველი ჩვენი ქმედება იქნება აი ამ ნარკოპოლიტიკის ხედვის გავრცელება საზოგადოებაში. დიდი მადლობა. გისმენთ. ხალბატონო სალომე, რა იქნება თქვენი პრიორიტეტი თუ ამ მრჩეველი ნდობას გამოგიცხადებთ? მე არა მაქვს, როგორც უკვე ვთქვი, არანაირი ვალდებულება რომელიმე პარტიის მიმართ და მისი პრიორიტეტები, ანუ ჩემი პრიორიტეტები იქნება თქვენი პრიორიტეტები და ამას გავყვები და მხოლოდ ამას. ეს ნიშნავს პირველ რიგში კრედიტის საკითხი. დღევანდელ დღეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ეს მხოლოდ თბილისის მთაწმინდას არ ეხება, ეს არის მთლიანად საქართველოსი, ეს არის გაცემული კრედიტები არასრულწლოვანებზე ისეთ პირობებში, სადაც კონტრაქტი არ არსებობს, სადაც პროცენტები წინასწარ არ არის ცნობილი ადამიანისთვის, რომელიც ზოგჯერ ამ ადამიანის ნებართვის გარეშე თავის ანგარიშზე ჯდება და რაც ბოლოს მიყავს ეს ადამიანები ზოგჯერ ბინის გაყიდვამდე ოჯახის ტრაგედიამდე და ეს არის აუცილებელი. შემდეგი იქნება უცხოეთში მყოფი ქართველები, ანუ საქართველოს მოქალაქეობის 1/3 იქნება ჩემი პრიორიტეტი. ძალიან დიდი მადლობა. ხალბატონო თამარ, თქვენ იწყებთ შემდეგ დღეს. შეაფასეთ საარჩევნო გარემო. გაქვთ თუ არა შენიშვნები ოპონენტების მიმართ და პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ 4 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე. შეფასებისას ჩვენ რა თქმა უნდა პრეტენზიები გვაქვს ხელისუფლების მიმართ, იმიტომ რომ საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულება. უბრალოდ არ შეიძლება არ შევაფასო, მაგალითად თაწმინდის რაიონში არსებული ეს პლაკატების, ასე ვთქვათ, ხო აი ეს ძალიან კულტურო მოვლენაა, რასაც ხედავ და ძალიან მწუხვარ ამაზე, რაც ხდება პლაკატებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ძალადობის საკითხები ფიზიკური და მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ამ მრჩეველზე, ფიზიკურზე რომ არაფერი არ ხდება, ამაზე ყოველთვის ვლაპარაკობთ, მაგრამ აი ეს კადრების კიდევ გავრცელება, ეს არის სულთად ფსიქოლოგიური ძალადობა და დეზორიენტაცია ამ მრჩეველის, რომ კიდევ იყო აი სულ ფიქრში, რომელიც აჯობებს და სინამდვილეში ვზივართ აქ ადამიანები, რომლებიც შეიძლება იმასაც ჯობივართ და იმასაც ჯობივართ, ხო? ამიტომ მაგრამ თავარი ის არის, რომ ორივე პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ შეცდომაში შეიყვანოს ამ მრჩეველი სწორედ ძალადობის ამ ორი ფორმით. დასაგებია. ბატონო გიგლა, გისმენთ. საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. საარჩევნო გარემო ყველაფერი შედარებითია და რა თქმა უნდა წინა სისხლიანი რეჟიმისაგან განსხვავებით ტანკებით არ დაქრიალებენ, ჯავშან ტრანსპორტიორებით არ დაქრიალებენ
ნიღბებით არ დადიან, ავტომატებით არ დადიან, ხალხს არ იტაცებენ, საკონტროლო გასროლები არ არის, ქონებას ესე ღიად არ ართმევენ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღეთ საარჩევნო შეცვლილი საარჩევნო კოდექსი, ჩვენ ვერ მივიღეთ ნორმალური სიები არის გაბერილი სიები, ჩვენ ვერ მივიღეთ ნორმალური სარეკლამო დრო, უпростоრეთ მივიღეთ, მაგრამ წაგვართვეს, ვერ მივიღეთ აუდიტის სამსახურისგან ნორმალური კანონი, რომ თანხები მიგვიღოთ, ბიუჯეტი მიგვიღო როგორც ბიუჯეტიდან პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ეკუთვნის ეს თანხები, არის სოციალური გამოკითხვების აბსოლუტური ტენდენციურობა, სოციოლოგიური გამოკითხვის ტენდენციურობა და რა თქმა რაც თავარი ადმინისტრაციული რესურსის ჩარევა. საოცარი ჩარევა, ეს ცუდია და უნდა გამოსწორდეს ამ დარჩენილ 4 დღეში. დიდი მადლობა ბატონ კოკა. გაქვთ თუ არა შენიშვნები ოპონენტების მიმართ და პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით? ჩემ დასაბედნიეროდ მინდა ვთქვა, რომ არა მარტო შენიშვნები, არამედ ძალიან ბევრი ჩემი ახლობელია, ჩემი კონკურენტი, ოპონენტი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი არ არის. მე კიდევ ერთხელ დიდ მოწეწებით მივესალმები ჩემ ოპონენტებს. რაც შეეხება საარჩევნო გარემოზე, რა თქმა უნდა, მაქვს შენიშვნები და მე ბატონ გიგლას დავეთანხმები, სახელმწიფო რესურსის გამოყენება პირდაპირ და შესაძლებელია ირიბი გზითაც კი არ არის მე მიმაჩნია სწორი. თუნდაც უბრალოდ მაგალითად 2 დღეა ZZ ტელევიზიაში ვიხილე, რომ ჯანდაცვის მინისტრი სახელმწიფო დეპუტატის მაჟორიტარის კანდიდატის წარმომადგენელთან ერთად მიდის სამანტყოფოებში და მასთან ატარებს იქ აგიტაციურ შეხვედრებს. შესაძლებელია ეს კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ როგორც ბატონ მალადომ ძანა, კანონის გარეშე კიდე სხვა რაღაც არსებობს და მე მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლების რესურსის ბოროტად გამოყენებაა და მე ურჩევდი, რომ არ გააკეთონ ესეთი რამე ამ დარჩენილ დღეს. გასაგებია. ქალბატონო სალომე, შეაფასეთ საარჩევნო გარემო. ერთის მხრივ მე ვთვლი, რომ აქაც ევროპული სტანდარტი არის ის, რისკენაც უნდა მივდიოდეთ. ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლებს და მე ყველა არჩევნებში მონაწილეობდი, ეს არის შეუდარებელი სიწყნარით და შეუდარებელი იმითი, რომ ტელევიზიები არის სრულიად გახსნილი თუ არ ვილაპარაკებთ რუსთავორზე, ჩემ შემთხვევაში, მაგრამ სხვა ტელევიზიები მე მგონი არავის არ აქვს ამ კუთხით შენიშვნა, რომ არ არის ღია გარემო. ასევე დაცული გარემო. მე დავდივარ მარტო და თუმცა მაქვს ისეთი კონკურენტი, რომელზედაც შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოება არ არის ზედმეტი, რომ იყო დაცული. ამის მიუხედავად მე ვთვლი, რომ ეს გარემო დღეს არის პროგრესი და იმედი მაქვს, რომ კიდევ იქნება პროგრესი, თუნდაც ამ მიმართულებით. ასევე მე პლაკატებზე ვიტყვი, რომ როცა ვიქნებით ევროპელები, გვექნება პლაკატები გამოკრული საარჩევნო უბნებზე და აღარ დაგვჭირდება კედლების. გასაგებია. დიდი მადლობა. თქვენ დაასრულებთ ბატონ ლადო ამ წრეს. აგი მოგახსენეთ, ეკიმი გახლავარ და დიდმა ადამიანებმა გამზარდეს. ეგნატე ფიფია, მიხეილ გიგინეიშვილი უნდა მოვიგონო მათ სახელები. ნუ დაელოდები, რომ დაავადება შენ რაღაცას კომფორტს მოგიწყობს. მიიღე ის ისეთი როგორიც არის და შენი იმ ბრძოლაში, რომ შენი საკუთარი თავი დახარჯო ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. პოლიტიკას დაახლოებით ასეთია. მაგალითად ის გეტყვით, ერთი თვეა მე მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ და თქვენ ტელევიზიას მადლობა. პირველი ტელევიზია, რომელმაც მომიწვია როგორც მაჟორიტარი რაღაცა ჩემი აზრის გასაგებად. რომ მოსახლემ გაიგოს, ისინი კი მათ კი ახსოვთ თვალდო რაღაცა. ვისაც ახსოვს ემახსოვრება 1000 წელიწადი. თავისშვილები და მონაგართან, მაგრამ ეს არის მე ვფიქრობ, რომ არ არის თლათ მაინც სწორი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა თქვა ისეთი, რომელიც ყოველას აადგეს. ან ვიღაცას აადგეს, ან ოპონენტებმა გამიციოს. ცულს არ ვიტყვი ნამდვილად, იმიტომ რომ ექიმს არ შეიძლება ვამპირისთვისება ქონდეს. დონორი ადამიანი და ალბათ პოლიტიკაში დონორობა ჯობია, ვიდრე ვამპირის. ვფიქრობ, რომ მომავლისთვის მაინც გავითვალისწინოთ, რომ თანაბარი პირობები მაინც ჯობია. ჩვენ ქვეყანა მაინც ევროატლანტიური სივრცისკენ გვაქვს ორიენტირებული და თავი იქ არ შევირჩხინოთ. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ გიგლა ამ წრეს იწყებთ თქვენ და გაქვთ 2.59 წამი იმისთვის, რომ მთელი გადაცემის განმავლობაში გამოთქმულ კრიტიკას უპასუხოთ, თუმცა კრიტიკა ამ შემთხვევაში არ ყოფილა, დააზუსტოთ თქვენი პოზიციები და მიმართოთ ამ მომრჩეველს. უთხრათ, რატომ უნდა მოგცეთ ხმა კონკრეტულად თქვენ ამ ოლქში? ჩვეულებრივი, თქვენ ეს კონკრეტულად არ გეხებათ, ესეთი ტრაფარეტული სიტუაციიდან გამომდინარე კითხვა, რატომ უნდა მოგცეს ხმა? მე ვერ ვიტყვი ახლა როგორ ჩავწუდე ყველას ტვინებს, რატომ უნდა მოგცეს ხმა? უდიდესი სიყვარული, უდიდესი პატივისცემა თითოეული ამომრჩევლის, მთაწმინდელების საქართველოსი, მაგრამ მე მიმაჩნია პირადად ჩემი ცხოვრებიდან, ბიოგრაფიიდან, გაკეთებულიდან, გაუკეთებელიდან, გასაკეთებელი საქმიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდის ერთობიდან გამომდინარე, რომ ალბათ ხმა უნდა მიცენ პროფესიონალებს, თან ცოტა უხერხულიცაა, რომ ესე საუბრობთ, მაგრამ
პოლიტიკაში არჩევნების დროს ეს შესაძლებელია ჩაითვალოს აუცილებლობად და ამიტომ პროფესიონალიზმს, გამბედაობას, საქმის ცოდნას ჩვენ გვაქვს მხედვები, ჩვენ დავასრულებთ თლიანად დავასრულებთ იმ გაუგებარ კოჰაბიტაციას იზუვერულ სექტასთან რაც ჩამოყალიბდა გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას თავიდან ბოლომდე აქედან გამომდინარე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ აღდგეს სამართლიანობა ადამიანებს ეთქვათ ის რა დაუშავეს რა წაართვეს და დაუბრუნდეს ჩვენ განვახორციელებთ ჩვენ პროგრამას რომელიც ითვალისწინებს ძალიან საინტერესო ხედვებს საგარეო კუთხით ჩვენი დოქტრინა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და გადასადგმელი ნაბიჯები ეკონომიკური სიახლეები რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ამ პროგრამაში ძალიან როგორც შეხვედრებზე გვეუბნებიან და ჩვენ თავადაც ვიცით ძალიან საინტერესო პროგრამაა ჩვენ გვაქვს წმენა ყოველივე ამის განხორციელების ჩვენ გვაქვს სიყვარული ადამიანების ჩვენი ქვეყნის ჩვენ გვაქვს მიზანი რომელსაც მოაქვს ენერგია ერთობა ჩვენ შეგვწევს ძალა განვახორციელოთ ყოველივე ეს გვენდეთ და შემოხაზეთ ჩვენი საარჩევნო ნომერი 3 ნინო და დასრულდა თქვენ რო მოასწარით ბატონ კოკა 2:49 წამი გაქვთ მადლობთ 2012 წელს მე არ მქონია აზრად მიუხედავად იმისა რომ საპატიმროდან ახალი გამოსული ვიყავი და მქონდა შესაძლებლობა იმისი რომ დავბრუნებოდი პოლიტიკაში მე პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებდი მაგრამ სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის უსამართლობის დამკვიდრება და ოცნების ქართული ოცნების სამართლიანობის არ აღდგენამ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩემში იმაზე რომ მე დაბრუნებულიყავი და შემოსულიყავი პოლიტიკაში მე მიმაჩნია რომ ის გუნდი სადაც მე მივედი თავისუფალი ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატები არის გუნდი რომელიც ერთმუშტად არის შეკრული ერთი იდეის გარშემო და მე ეს დამანახა თუნდაც იმ კაბელების საქმესთან დამოკიდებულებამ და იმ ხალხთან დამოკიდებულებამ, მათი ოჯახის წევრებთან დამოკიდებულებამ და ეს ამან მე დამანახა რომ ამ ხალხს ჩემ გუნდის წევრებს შეუძლიათ თანადგომა, თავის სიტყვის შესრულება, თავის დანაპირების გაკეთება და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ ავარ მე დღეს აქ. და ჩვენ მეგვაჩნია რომ ის დანაპირები, რაც არის დაუშვათ ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში, სამუშაო ადგილების შექმნა, პენსიების ზრდა, მინიმალური ხელფასის დაკანონება ხალხს უსმევ საყოველთაო დაზღვევის შემოღება და ნარკოპოლიტიკა ეს ის ძირითადი თემებია განათლება და რაც თავარია ძველი ქალაქის ისტორიული არა მარტო თბილისში საერთოდ ძველი ქალაქების კონცეფციის შემუშავება ყველაფერი ეს ის არის ზუსტად რაზეც ჩვენ ვპირდებით ჩვენ მოსახლეობას და შეგვიძლია რომ ეს გავაკეთოთ შეგვიძლია გავაკეთოთ არა მარტო დაუშვათ დღევანდელი ბიუჯეტის პირობებშიც კი შეიძლება გამოინახოს ეს სახსრები რომ აი ეს ყველაფერი გავაკეთოთ. ამიტომ ჩვენ მეგვაჩნია რომ ჩვენ ვართ ის გუნდი რომელსაც შესწევს ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამიტომ შემოხაზეთ ნომერი 27. დიდი მადლობა. გისმენთ ქალბატონ სალომე. ძალიან დიდი მადლობა. მე ვერ ვილაპარაკებ გუნდზე როგორც პარტიაზე, რადგანაც მე როგორც იცით მარტო ვარ, ამიტომ იძულებული ვარ რომ ჩემზე ვილაპარაკო. ანუ იმაზე რომ ვარ პროფესიონალი, ვარ ნამდვილად თავისუფალი, რაც ძალიან იშვიათია ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში. სადაც ვიყავი, ყველგან სადაც ვიყავი, ის საქმე რაც დავისახე მიზნად იმას მივაღწიე, თუმცა ხშირად მეუბნებოდნენ, როგორც დღესაც მეუბნებიან, რომ შეუძლებელია იქ ამას ვერ გააკეთებ. ბაზებს ვერ გაიყვან, იმიტომ ყველა მეცადა და არ გამოვიდა. მერე იყო რომ იმ ირანის საკითხებზე, სადაც წავედი, ეს შეუძლებელი არის, რომ ამერიკის და ირანის შორის ისეთი სიტუაცია არის, რომ ეს გაგრძელდება წლების მანძილზე. და ამ ყველაფრის მიუხედავად ჯინიანად, რადგან ეს არის ჩემი თვისება, რაღაცას მივაღწიე მე მგონი. ამიტომ არა ვარ მომხრე და ეხლა გადავალ ცოტა უფრო არა ვარ მომხრე ამერიკული ბაზის შემოყვანის ამ ქვეყანაში, რადგან დღევანდელ დღეს ვინც იცის გეოპოლიტიკური სიტუაცია, ყველა ვიცის, რომ ბაზის შემოყვანა არის მეტი საფრთხე, ვიდრე უსაფრთხოება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პარტნერზე ვარს ვამბობთ, პარტნიორობა დღეს არის აუცილებელი. მე ვიტყოდი
ევროპასთან უფრო და ზოგჯერ მეცინება, როცა პროამერიკული პარტია უცებ პროევროპული ხდება და ჩვენი პარტნიორებთან ერთად, მაგრამ არა დაქვემდებარებაში და არა ახალი საფრთხეების შექმნით. და ბოლოს მაინც ისიც უნდა ვთქვა, რომ ის პარტიები, რომელიც დღეს ჩემთან სხედან, ის პარტიები იყვნენ ხელისუფლებაში, რესპუბლიკური პარტიას ყველა ადგილი ეკავა, გინდათ პარლამენტში, გინდა ხელისუფლებაში და დღეს ვითომც არ არიან პასუხისმგებელი იმაზე, რაც არ გაკეთდა, ან იმაზე, რაც გაკეთდა. ასევე აქ ზის პარლამენტის თავმჯდომარის პარტია და მეორე პარტია კიდევ, რომელიც გამოვიდა ამ კოალიციიდან. გასაგებია. დასრულდა თქვენი დრო. დიდი მადლობა, ქალბატონო სალომე. ბატონ ლადო 2:49 წამი გაქვთ და შემდეგ ექნებათ საშუალება რომ პასუხი გასცეთ. ჩემ მეგობარს გოგას არ გავუმტყუნებ ერთ იმედს და ვიტყვი ისეთ რამეს, რომელიც მასაც მოეწონება და მსმენელი როგორ აგიკავს ვერ გეტყვი. მუხრა მაჭავარიანად ერთი პატარა ლექსი ასეთი. ხმას ამოიღებ ვაია. ჩუმად იქნები უი. ვინც ლაპარაკობს ხომს ტყუის, ვინც დუმს ის უფრო ტყუის. დიახ, დუმარეთ დათანხმება იმაზე რომ დღეს არც ერთი მოსწავლე არ სწავლობს რეპეტიტორის გარეშე. დღეს დაწყებული საქმე მიყვანილი თითქოს და დაავადებული ადამიანი, რომელიც კარგი საქმე გაუკეთე ნამდვილად, მაგრამ მერე შუაგზაში მიატოვე და მის გამოჯამთელების გზაზე ბოლომდე მათხოვრად ხელი გაასწევინე, ეს მე არ მომწონს. მე არ მომწონს, რომ იზრდება და არ მცირდება გაჭირებულ ადამიანთა რაოდენობა. მე არ მომწონს, რომ ჩინოვნიკი წვეთს ადამიანის ბედს, უხიაგოდ, უშნოდ, არასწორად ნაწილდება ბიუჯეტი. ყოველგვარი პრიორიტეტების გარეშე, ეს მე არ მომწონს. ეხლა გამომდის იმის თქმა, რომ დიახაც არ მომწონს, მაგრამ ხედავ, რომ სწრაფია ამის გამოსწორების. დიახაც დუმარებას ის აქტიური პოზიციის გადასვლა ჩემი გამოცდილებით, რომელიც დამიგროვდა და დამიგროვდა ძალიან ბევრი. მილიონი ადამიანი მიყავს გასინჯული. აქედან 500,000 ჯერ დაბადებული არ იყო, დღეს უკვე მთავრობის წევრები არიან, მუცაში მიყავს ნანახი. და მე ვიცი რომ იმ ადამიანებს რწმენა ჰქონდათ, იმიტომ აჩენდნენ შვილებს, მაგრამ რწმენა შეილახა. შელახული ღირსება არ დაუბრუნდა ადამიანებს, სართმოული ქონება არ დაუბრუნდა ადამიანებს. ძალიან ბევრი რამე და ინერციით გრძელდება ის, რომელიც არ უნდა გრძელდებოდეს ჩვენ ქვეყანაში. თუ მიტევება თქვათ რომ მიუტევეთ და დავამთავრეთ, მაგრამ ყოველთვის წამოძახით იმის რომ ის არის დამნაშავე და იმის ბრალია და ის ამითი საქმე წინ არ წავა. აგი გითხარით ექიმი დაავადებულ ადამიანს არ ებრძვის, დაავადებას ებრძვის. ჩვენ რატომ დაავადებულ ადამიანებს ვებრძვით? და კიდევ უარესი, ჩემ და სამწუხაროდ, ერთი და იგივე ფიგურანტები, ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც არც მომენტ ეგრეთ წოდებულ ავანსენას, თითქოს ავანსენას, იმ ავანსენაზე შეიძლება სწვენა დაიმსახურო. ძალიან გთხოვთ, მრავალპარტიულ არჩევნებს დაუჭირეთ მხარი და გთხოვთ მოსახლეს, გამოდით, ვისაც გინდათ მიეცით ხმა, ვისაც გინდა არ მისცეთ ხმა, მაგრამ გამოდით. დიდი მადლობა. ქალბატონ თამარ, ამ წრეს და გადაცემას დაასრულებთ თქვენ და იმედი მაქვს უპასუხებთ ქალბატონ სალომეს კრიტიკას. აუცილებლად რა თქმა უნდა უპასუხებ, მაგრამ სანამ გავცემ პასუხს, იქამდე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ხშირად ვლაპარაკობთ საბჭოთა წარსულზე და დატოვებაზე, შეიძლება ეს გაუგებრად ჟღერდეს, მაგრამ მე მინდა გავიხსენო 2012 წლის 23 აგვისტოს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოვიდა და დავით ბაქრაძე შეხვდა, მან ასეთი კომენტარი გააკეთა, რომ ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია მტრების განადგურების მცდელობა. დღეს იგივე ხდება ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ ერთმანეთს ებრძვიან და ამით აგრძელებენ პრინციპში საბჭოთა ტრადიციებს და სურთ ამორჩეულს უთხრა, რომ ეს ორი პარტია თუ არ იქნა დამთავრებულია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება, ეს ასე არ არის და ყველა ამორჩეულს ვეუბნებ, რომ ვისაც უნდა რომ საბოლოოდ დაასრულოს საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, მან უნდა გააკეთოს საკუთარი ინდივიდუალური არჩევანი და შემოხაზოს ის პარტია, რომელიც უნდა და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოუწოდებ, რომ შემოხაზოს ნომერი 6. ეხლა რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას. როდესაც და ქალბატონი სალომემ არაერთხელ გაუსვა ხაზი დღეს იმას, რომ ჩემი კომენტარია ის, რომ ერთი ადამიანი პარლამენტში ვერაფერს ვერ გააკეთებს. ევროპული დემოკრატია ამას ნიშნავს. საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოშიც არ არიან დამოუკიდებელი დეპუტატები და ეს უნდა იცოდეს ქალბატონმა სალომემ. და 10 კაციან ჯგუფს, რომლებიც პარლამენტში ვიყავით, სწორია და თუ გინდათ გეტყვით ღრმა კამათში არ შევიდეთ და ნუ მაწყვეტინებთ. ეს უნდა იცოდეს ქალბატონმა სალომემ. 10 კაციანი ჯგუფიც კოალიციურ ურთიერთობაში ყველაფერს ვერ გადაწყվეთ და ამიტომ ერთი ადამიანი პარლამენტში ნამდვილად ვერაფერს ვერ იზამს. მე კიდევ როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი
წარმომადგენელი ვფიქრობ, რომ ის რეფორმები, რომლებიც დავიწყეთ და დასაცავი ადამიანები, რომლებიც არიან მოწყვლად ჯგუფებში, ანტიდისკრიმინაციული კანონი აუცილებლად უნდა განხორციელდეს და უნდა გავაგრძელოს შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით დაწყებული რეფორმა. რაც შეეხება ამერიკულ ბაზებს, ეს არ არის დაქვემდებარებული ურთიერთობა. როდესაც ამას აკრიტიკებთ, მაშინ წარმოადგინეთ, როგორ დაიცავთ საზღვრებს მარტო იმ პირობებში, როგორც ვართ დღეს ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ მეგობრებო, შემოხაზეთ ნომერი 6. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს. იცით ალბათ, რომ გადაცემის განმავლობაში მაყურებელი გისმენდათ, რეკავდა და ირჩევდა, რომელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს უჭერს მხარს მთაწმინდის პირველ საარჩევნო ოლქში. შემოვიდა 26,000-ზე მეტი ზარი და პროცენტები კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა. კოკა ფრუიძე, ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატები 14%, სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი 20%, ლადო კახაძე, პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის 6%, თამარ კორძაია, უსუფაშვილი რესპუბლიკელები 33%, გიგლა ბარამიძე, ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა 26%, სხვა კანდიდატი 0%. შეგახსენებთ, რომ ეს იყო 8 ოქტომბრამდე ბოლო დებატები მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, თუმცა 59 წამი არჩევნები 2016 პირდაპირ ეთერში დაბრუნდება ხვალ დღის 12 საათზე შემაჯამებელი ინტეგრირებული დებატებით არჩევნებში მონაწილე პარტიების ლიდერებთან ერთად. ჩვენ ვამკვიდრებთ კამათის კულტურას, ვსაუბრობთ პრობლემებზე, მაგრამ ერთმანეთს არ ვაწყვეტინებთ. ხვალამდე.